ტექნიკური უნივერსიტეტის ქონებრივი უფლებების ხელყოფის საქმეზე ბრძოლობენ ამ წუთებში პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე. საუბრობს დავით გურგენიძე. დილიდან კი 2 საათის განმავლობაში უსმენდნენ 2008 წლის აგვისტოში მოკლულ როინ შავაძის მეუღლეს ციცინოს შავაძის განცხადებით მისთვის მთავარი ახლა მისი ქმრის მკვლელობის დამკვეთების დასჯა, რადგან დარწმუნებულია არსებობენ შემსრულებლები, რომლებიც დაკავებულები არიან, თუმცა არსებობენ ბრძანების გამცემები და სწორედ მათი გამოვლენა და დასჯა არის მნიშვნელოვანი. შავაძე მისაუბრა იმაზე თუ როგორ ემუქრებოდნენ მას და მის ოჯახს 2012 წლამდეც და შემდეგაც. თამნა ციკლაური პარლამენტიდან გვერდება ახლა პირდაპირ ეთერში. თამნა გისმენთ. დიახ, სულ რამდენიმე წუთის წინ დაიწყეს დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრებმა დავით გურგენიძის ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის მოსმენა და ამ შემთხვევაში მთავარი საკითხი, რაზეც დავით გურგენიძე საუბრობს, ეხება ტექნიკური უნივერსიტეტის ქონების ხელყოფის პროცესს, რომელიც როგორც ის ამბობს, დაიწყო 2004 წლიდან ჯერ კიდევ და უკვე შემდეგ ეტაპობრივად მოხდა კონკრეტული საკითხების გადაწყვეტა, თუმცა როგორც უკვე გითხარით, ამ თემასთან დაკავშირებით ის ამან საუბარი დაიწყო სულ რამდენიმე წუთის წინ. მანამდე კი თითქმის 2 საათის განმავლობაში ისმენდნენ საკმაოდ მძიმე და ემოციურ საუბარს და დეტალებს კომისიის წევრები როინ შავაძის მეუღლისგან, ციცინო შავაძისგან, რომელიც საკმაოდ ემოციური იყო, საკმაოდ მძიმე იყო მისთვის 2008 წლის აგვისტოს გახსენება, ვინაიდან სწორედ 2008 წლის აგვისტოში მოხდა როინ შავაძის მკვლელობა, მაშინ როდესაც ის ახალი დაბრუნებული იყო აგვისტოს ომიდან. ციცინო შავაძემ დეტალურად გაიხსენა 14, 15, 16 აგვისტოს მოვლენები, თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანი იყო მისი მხრიდან იმ დეტალების გახსენება, რომელიც ეხება უკვე შემდგომ პერიოდსაც, თუ როგორ განვითარდა პროცესები და როგორ ხდებოდა მასზე, მის ოჯახის წევრებზე მუქარა კონკრეტული ადამიანების მხრიდან, რომ ხმა არ მოეღოთ, არ ელაპარაკათ, არ ესაუბრათ ამ საკითხთან დაკავშირებით, როგორ ემუქრებოდნენ მას, მის ოჯახის წევრებს და ასევე ამბობს იმასაც, რომ როდესაც მუქარებზია საუბარი, ეს მუქარები მას შემდეგაც გაგრძელდა, განსაკუთრებით კი სოციალურ ქსელებში, კონკრეტულად მასზე, რომ თითქოს მან უდანაშაულო ადამიანები დააჭერინა, მიუხედავად იმისა, რომ როგორც ციცინო შავაძე ამბობს, მას კონკრეტული სახელები და გვარები არც ერთ ეტაპზე არ დაუსახელებია და ამ მიმართულებით იმუშავა გამოძიებამ. ციცინო შავაძე ამბობს, რომ მას ამ მუქარების არც მანამდე ეშინო და არც შემდეგ შეშინებია, ვინაიდან მისთვის მნიშვნელოვანი იყო მისი მეუღლის სახელის დაცვა და ასევე ამბობს, რომ მისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის, რომ დაისაჯონ არა მხოლოდ მკვლელობის შემსრულებლები, არამედ დამკვეთები. სისხლი მოდიოდა ყველა ნაწილიდან, ჭრილობიდან, ყველა ყურიდან, ყველა დაცხრილული იყო. ხო და რო არ გვეწვალებინა, წავედით უფრო ასფალტი გზიდან და მაგენ მაიფიქრე, რომ ჩვენ ვაპირებდით ალბათ ქალაქში აქციის რამის გაკეთებას. ახლობლებს ურეკავდნენ, რომ მოგცილებოდნენ. იგიც კი შეეშინდათ, რომ მიცვალების სულისთვის საფლავი გაეთხარა ვინმე. ყველა უარს გვეუბნებოდა. ახლობლების დახმარებით გავთხარეთ საფლავი. ოჯახმა გათხარა საფლავი. გვემუქრებოდნენ ყველას დახოცვით, უნდა აგვეღო ფული და გავჩუმებულიყავით და ხმა არ ამოგვეღო. კონკრეტულად ვინ გთავაზობდათ ფულს? მოდიოდა უცხო ხალხი პირდაპირ მოდიოდნენ, რომ აგვეღო ფული და ხმა არ უნდა ამოგვეღო. ბოლოს კი იგიც კი შემოგვითვალეს, რომ თუ აღარ დავუშვიდებოდით და რაღაცა სოფელში გვაქვს სპეციალური წყლის ბასენი, სადაც წყალს ვღებულობთ ოჯახისთვის და იმას მოგვიწამლებდეთ და სულ დავისვენებდით ყველა ერთად. რისთვის გაწირეს, რისთვის აწამეს? დღემდე ვერ გავიგეთ. ზოგი იმას ლაპარაკობს, რომ მან სამჯერ შებრუნდა ომიდან გამოსული დაჭრილები გამოუყვანია, ორჯერ შესულა და მიცვალებულები. ჭორის დონეზე მოვიდა, რომ ახალაიას უთქვია, რომ ვინ გთხოვა, რატომ მიბრუნდი, დახვრიტეს უდანაშაულო კაცი, რომელმაც ალბათ ისეთი რაღაც იცოდა, რომ არ გაჩერდებოდა. თქვენ თქვით, რომ დახვრიტეს, სად დახვრიტეს და ვინ დახვრიტა, არის თქვენთვის ცნობილი? ესე ვიცი, რომ გზა იყო რუსების მიმართ ჩაკეტილი, ის გადმოყავდათ თბილისში, მაინც როგორ და რანაირად არ ვიცი. მე ესე ვფიქრობ, რომ ეს იყო ყველაფერი ჩაფიქრებული და წინასწარ გაზრახული. სამხედრო პირებმა დახვრიტეს? არა.
გასაგები. ბათუმის თანამშრომლებმა, კუდის თანამშრომლებმა. გაქცევას ცდილობდაო რა უთხრეს ქალბატონი ცინეუბნება რომ როგორ შეიძლება ადამიანს რომელსაც ფეხი აქვს მოტეხილი, ხელი აქვს მოტეხილი, წამების კვალი ეთყობა იყოს შევერაგებული თვალითაც ის გაქცევას ცდილობდესო 40 ტყვია აქვს მოხვედრილი 40-ვე წინამხრიდან. ხარები ყოფილა ბატონო სეზარ და არის და გრძელდება დღემდე. მადანაშაულებენ რომ მე დავაჭერინე უდანაშაულო ხალხი. უბრალოდ ამას ვერ ხვდებიან რომ მათ ყველას დაუდგენ და ყველა მაღიარა რომ იყვნენ ადგილზე, განახორციელეს დაჭერა, გაისროლეს და დამნაშავე მე ვყოფილ ვარ. კუდის თანამშრომლები ისე ხოვარ ჩაიდებდნენ თუ არ ექნებოდათ ბრძანება და კიდევ ერთხელ იგიც გავიგე რომ ეს ბიჭების აყვანა როდესაც მოხდა მეორე დღეს საქართველოს დატოვა მერაბიშვილმა რას უკავშირდება ეს არ ვიცი და თხოვნა მაქვს კიდე ერთხელ თხოვნა მაქვს თუ ვინმე რამე იცით ამ თემასთან დაკავშირებით რომ ვის მოუვიდა რისთვის დაიგეგმა ეს და დასჭილი იქნეს დამკვეთები როდესაც ამბობთ რომ დღესაც იღებთ მუქარებს ვისგან იღებთ ამ მუქარებს? ეს არის ფეისბუქის მეშვეობით ახლობლებს გვერდებზე უწერენ რომ მე ვარ მეუღლის გამყიდველი ადამიანი დავაჭერინე უდანაშაულო ხალხი შეურაცხყოფები და ბოლო მექნება ძალიან ცუდი ჩემს და ჩემს დაძმებს სტრასბურგმა თქვა რომ როინ შავაძე მოკლულია სახელმწიფოს ხელით და იქვე დაადგინა რომ ეს საქმე სათანადოდ გამოძიებული არ არის ამის მერე გააქტიურდა გამოძიება და დასჯილები არიან ისინი, ვინც ეს ჩაიდინა. შესაბამისად, მათ ოჯახის წევრებს, ახლობლებს უნდა ესმოდეთ, რომ ნებისმიერ მუქარას ჩვენ თვალს მივადევნებთ და მუქარა ისჯება სისხლის სამართლის წესით. ამიტომ მე მგონი ქალბატონმა ციცინომ ამდენი ბრძოლის შედეგად მოიპოვა მშვიდად ყოფნის უფლება და მშვიდად გლოვის უფლება და მასზე მუქარები უნდა შეწყდეს. ისიც კითხვეს რომ ის ნარკოტიკები ქონდა ჯიბეში, რომელიც არის არ შეესაბამება სიმართლეს. ის უკვე დადგენილია, კანონით დადგენილი წესით, რომ მას არავითარი ნარკოტიკი არ ქონია. არ არსებობს. ადამიანი წაიყვანეს და სახელმწიფო მოკლა. ასე არის ცნობილი თითქოს რომ მან აგვისტოს ომთან დაკავშირებით იცოდა გარკვეული რაღაცები იმ ხარვეზებზე, რაც დაუშვა სახელმწიფომ პოლიტიკური თანამდებობის პირებმა, ვინც სამხედრო ცოდნა და სამხედროები, მათი სიცოცხლეები არასწორად გამოიყენა რუსეთთან ომის დროს. მეც ვფიქრობ, რომ ძალიან უკმაყოფილო იყო უფროსობით, რომ მიატოვა ჯარი, მიატოვა მთავარსარდალმა. დატოვეს უგზო უკლოდ. ამას ამბობდა არც მალავდა, ამბობდა და სახლში ამბობდა თუ გარეთაც ამბობდა. გარეთაც უთქვია სამხედროებმა, უფროსებმა ადგილები დატოვეს და გარბოდნენ, ვისად გარბოდა, არ იცოდნენ, უბრალოდ გაწირეს ხალხი. გაწირეს ბიჭები. ამას ამბობდა, არც მალავდა. ამისთვის ხომ არ დასაჯეს? შეიძლება მე უпроსტორად მაგას ვფიქრობდი ყველაფერს რომ ამისთვისაც დასაჯეს იცოდნენ რომ რომა არ გაჩერდებოდა როგორც უკვე გითხარით ამ წუთებში მიმდინარეობს უკვე ისეთი საკითხის განხილვა დროებით საგამოძიებო კომისიაზე რომელიც ეხება ტექნიკური უნივერსიტეტის ქონებრივების ხელყოფის საკითხს ამ დროისათვის კომისიას აცნობს დეტალებს ამ საქმისა დავით გურგენიძე რექტორი რომელმაც თქვა რომ მნიშვნელოვანია ის ქონება რომელიც წინა ხელისუფლების დროს ჩამოერთვა მაშინ ტექნიკურ უნივერსიტეტს კვლავ დაუბრუნდეს ამ უნივერსიტეტს და ეს არის ამ მიმართულებით ასევე მნიშვნელოვანია პოლიტიკური გადაწყვეტილება, სწორედ ამიტომ, როგორც გურგენიძე ამბობს, საერთო ჯამში პროფესორებმა და სტუდენტებმა გადაწყვიტეს, რომ ამ საკითხის განსახილველად მიემართათ სწორედ დროებითი საგამოძიებო კომისიისათვის. მადლობა თამუნა ციკლაური პარლამენტიდან საუბრობდა დროებითი საგამოძიებო კომისიის ხდომის დეტალებზე.